არსებობს ესეთი გამონათქვამი, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. მე ამ გამონათქვამს ცოტა ჩემებურ ინტერპრეტაციას გავუკეთებ და ასე ვიტყვი, რომ თუ კი მიზანი არ არის დასახული, როდესაც გზა გამოჩნდება, უკვე გვიანი იქნება. ნუ დაელოდები ურემის გადაბრუნებას და დღესვე დაისახე დიდი ცხოვრებისეული მიზანი. თავარია გადაწყვეტილების მიღება. იცოდე რომ გადაწყვეტილება, რომელსაც შენ დღეს ღებულობ, ეს გადაწყვეტილება სწორედ ეს გადაწყვეტილება არის, რომელიც ქმნის შენს ხვალინდელ დღეს, შენს მომავალს. იმოქმედე. თუ კი არ არის დასახული დიდი ცხოვრებისეული მიზანი, თუნდაც შენი ყოველდღიური რუტინაში 1000 მიმართულებით აქტიურობდე და საქმიანობდე, ეს ყოველ დროის კარგო არის, იმიტომ რომ არც ერთი ეს მიმართულება შენს ცხოვრებისეულ მიზანთან არ გაახლოვებს. დაისახე დიდი მიზანი, ნუ შეგეშინდება. თუმცა დიდი მიზანი პატარ-პატარა მიზნებით და პატარ-პატარა გამარჯვებებით მიიღწევა, მაგრამ პატარ-პატარა მიზნებს და გამარჯვებებს რომ სადმე მიყავდე, დიდი მიზანი ხომ უნდა გქონდეს დასახული. ამიტომ აუცილებელია დღესვე მიიღო გადაწყვეტილება და დაისახო შენი ცხოვრებისეული გამარჯვების მომტანი მიზანი. ანუ, როდესაც მიზანი არ არის, გზაც არ ჩანს. მაგრამ როგორც კი შენ დაისახავ მიზანს, იქვე გზა თვითონ ჩნდება, თვითონ იყვალება სამოქმედო არეალი. თავარია პირველი ნაბიჯის გადატკმა. იმოქმედე და ცხოვრება შენს შესახვედრად იქიდან თვითონ წამოვა.